სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ჩვენ უნდა მუდამ ვფიქრობდეთ საღვთო საგნებზე, ღმერთზე, ღვთისგანკაცებაზე, ჩვენს ადგილზე, საღვთო განგებულებაში, ჩვენს რწმენაზე. ეს კეთილი ფიქრებია და ჩვენს გონებას აღავსებს საღვთო მადლით და გვიცავს უქმი უაზრო ფიქრებისაგან, გულის სიტყვებისაგან. ასევე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გვახსოვდეს. და ასეთი ფიქრი ჩვენ გარკვეულწილად სიბზნესაც გვმატებს, იმიტომ რომ ღმერთი გვეხმარება და რომ ჩავწვდეთ იმ რეალობას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით სარწმუნოებრივი თვალსაზრისით. რამდენად ვიცნობდით ჩვენ იესო ქრისტეს დროშო დავბადებულიყავით. თუ ჩვენ გულწრფელი ვიქნებით საკუთარ თავთან, ჩვენ მივხვდებით, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა ქრისტეს ცნობა, თუ შეუძლებელი არ იქნებოდა, მოდი ასე ვთქვათ. დღეს როგორც ცნობთ, ჩვენ დღეს იგივე მდგომარეობაში ვართ, კანარამე შეიცვლებოდა ჩვენ რომ 2000 წლის წინ დავბადებულიყავით და თუ ვერ ვიცნობდით და გაგვიჭირდებოდა, როგორ ვიცნობთ ჩვენ ახლა? ადამიანი ხომ ადამიანია და რა შინაგანი სამყაროს გვექნებოდა, გვაქვს ახლა, გვექნებოდა მაშინაც. ამიტომ თუ რეალისტები ვიქნებით, აღმოვაჩენთ, რომ თუ მე ვერ ვიცნობდი იესო ქრისტეს 2000 წლის წინ, ძალიან ცოტა მიცნო მინდა გითხრათ. ძალიან ცოტა. როგორც პავლე მოციქულს თუ დავეყნობით, სადღაც 500 მოწაფე ყავდა, ღმერთს ადამიანად მოსულს და 500 კაცზე მეტი ჩვენ სამრევლოშია. ეხლა ხო ხვდებით, რომ რაღაცა ან იქ რაღაცა არ გვესმის, აბა როგორ ღმერთი მოვიდა და 500-ზე მეტი მოწაფე არ ყავდა საბოლოო ჯამში და ამ დროს დღეს რას ვხედავთ? რას ვხედავთ და ვხედავთ იმას, რომ ჩვენში არის რელიგიურობა, მაგრამ არა ქრისტიანული რწმენა, იმიტომ რომ ქრისტესადმი რწმენა ეს არ არის რაღაცა რაღაც საგნის არსებობის რო გჯერა, არ გჯერა, ხო ხვდებით? რას ნიშნავს რწმენა? აი მაგალითად რას ნიშნავს მე მწამს თქვათ რომელიღაცა კონკრეტული პიროვნებაში გულისხმობ გონიერ და თავისუფალ არსებას. რას ნიშნავს მე მწამს? მაგალითად აი ადამიანი ოჯახს ქმნის, რამდენიმე თვე ან ერთი წელი იცნობს თავის მომავალ მეუღლეს და მას რო კითხო, აბა რას იზავთ? კარგად იცნობ, არა ხა კარგად როგორ ვიცნობ, მაგრამ აბა რატო ქორწინდები იმაზე? მე მწამს რომ ის არის ვინც მე ვფიქრობ რომ არის. გონიერი და თავისუფალი არსებისადმი დამოკიდებულება სარწმუნოებრივია. მე მწამს რომ ეს ადამიანი ერთგული იქნება, კეთილშობილი იქნება, რასაც ამბობს სიმართლეა და ასე შემდეგ, არ მოიტყვილება და ასე შემდეგ, ხო? აი რაღაც ესი და არა რაღაც მე მჯერა ვთქვათ, რაღაცა იტყვის, რაღაცა არსებობს კოსმოსში, ან რაღაც არ არსებობს და ასე შემდეგ. აი ეს რწმენა ნიშნავს, ესე იგი, გონიერი და პიროვნული არსებისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით, რწმენა ნიშნავს, რომ მე მას ვენდობი. გესმით, მე მას ვენდობი. და აქედან გამომდინარე, ჩვენი რწმენა თუნდაც იმიტომ არის ნაკლულევანი, რომ ჩვენ დიდი ნდობა უფლისადმი არ აგვაქვს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ აგვაქვს ის რწმენა, რომელიც რწმენაც უნდა გქონდეს და ვერ ვენდობით ეს ყოველ განსასწრელში ჩანს. და როგორ შეიძლება კიდე ღმერთს არ ენდო? ხო, რომელსაც უყვარხარ და რომელიც ყოვლის შემძლეა, რომელიც შენი შემოქმედია და რომელსაც სამყარო შეგიქმნა, რომელიც შენზე ზრუნავს და ცდილობს მარადისობაში თავისთან გამყოფოს. ხო, შეუძლებელია. ესე იგი, უნდობლობა ღმერთისადმი ნიშნავს, რომ ჩვენ რწმენას სერიოზული პრობლემები აქვს. მაგრამ ჩვენ აი დღეს მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ უფლისადმი ის ნდობა არ აგვაქვს, შესაბამისად არ ვიცნობთ და ღმერთის მცნობელობა, ღმერთისადმი ნდობა არის სწორედ ხო რწმენა, ესე ღმერთისადმი სიყვარულიც აქედან იწყება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შემთხვევაში მუშაობს, მოქმედებს უფლის მოწყალება. ჩვენ ვერ ვიცნობდით იესო ქრისტეს, ვერ გექნებოდა მის და ნდობა და ასე შემდეგ და შეიძლება გვეყვირა კიდევაც ჯვარსაცო ან გულგრილად გაგვევლო გვერდზე. ახლაც ისეთები ვართ ზუსტად და ჩვენ ამას ძალიან ხშირად ჩვენს გულში აღვასრულებთ, როცა ქრისტეს ღალატობთ ჩვენს გულში და ისე არ ვცხოვრობთ, როგორც მისთვის სათნოა, მაგრამ უფალმა თავისი კაცთმოყვარებით დაუმსახურებლად, წინსწრებით მოგცა შემეცნების უნარი გაგვიცოცხლა, გონება გაგვიცოცხლა და მიუხედავად ჩვენი გამოუცდელობისა და უნარობისა, ჩვენ ვამბობთ, რომ მე მწამს, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი და ეს რწმენა აკეთებს იმას, რომ მიუხედავად ჩემი სისუსტეებისა, აქ დგავარ და წლებია ვეძებ ღმერთს.
გესმით? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ის რომ ჩვენ ღმერთის ცნობა არ შეგვიძლია ჩვენ ანუ ქრისტეს რომ ვერ ვიცნობდით და ეს ტრაგედია იქნებოდა, გასაგებია, ხო? ამის სანაცვლოდ, ამის კომპენსირებას, მოდი ესე ვთქვათ, ღმერთი ახდენს დაუმსახურებლად ბოძებული რწმენით ერთი და მეორე ეკლესიით, რომლის წიაღშიც მამყოფებს და ეკლესიის მადლმოსილება, რომელიც ჩვენს ერთობაში ვლინდება, მეხმარება იმაში, რომ საბოლოო ჯამში მე ქრისტე ვიცნო, როგორც ღმერთი, ჩემთვის მომკვდარი და მე მას ვენდო, ვიცნო და ვენდო მას. და მოვიდე იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც, აი მოციქულები იყვნენ, რომლებსაც ბევრი არ ესმოდათ, მაგრამ ინტუიციურად იცნეს მათ იესო ქრისტე და გაყვნენ მას. ანუ გესმით ორი რამ, რწმენა, რომელიც დაუმსახურებლად მომეცა და ეკლესიის ერთობა. ამიტომ შემთხვევითი არ არის ყოველი ერისკაცი, როცა დილას და საღამოს ლოცვას იწყებს და ჩვენც მსახურებაში ბოლოს ესე ვამბობთ ხოლმე გახსოვთ, ხო? როცა თქვა ჟამნებში არის, ზიარების სამადლობო ლოცვებშია, ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე ღმერთო, ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ. ანუ ჩემი რწმენა სუსტია, უფალო, მე მინდა რომ შენ შემიწყალო, შენთან მამყოფო, მაგრამ ჩემი რწმენა სუსტია, ამიტომ წმინდა მამების ლოცვით, ანუ წმინდანების ლოცვით, ანუ ეკლესიის ლოცვით, ესე იგი შემიწყალე და გადამარჩინე, მარტო არა ვარ. ეს არის ჩვენი სწავლება ქრისტიანულ დოქტრინიდან აღმოცენებული. ჩვენ გვწამს. ადამიანს თუ ეს არ აწამს, ის მონათლაც არ შეიძლება. ამიტომ ნათლობის წინ ადამიანი ამბობს, რომ ასწამს ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. ეს რწმენა გვაქვს და ჩვენ ეს ერთობა ორი რამ, ესე იგი რწმენა, რომელსაც უნდა გაუფრთხილდეთ, როგორც პეტრე მოციქული ამბობს, ჩვენში ანთებულ სანთელს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის მზედ გადაიქცეს და ჩვენი ერთობა, ამ ერთობის აქტიური მონაწილეები უნდა ვიყოთ და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთზე საიდუმლოებრივი, მისტიკური ზრუნვა სულიერად. გარდა იმისა, რომ ჩვენ თუ ჩვენი მოყვას წაიქცა უნდა წამოვაყენოთ და ფიზიკურადაც დავეხმაროთ, ერთმანეთს უნდა ერთმანეთის ტკივილის ვიცოდეთ, სიხარულის ვიცოდეთ, ერთმანეთში გვერდში დგომა უნდა ვისწავლოთ, ეს უნდა შეგვეძლოს, ამას სჭირდება სწავლა, სიყვარულს სჭირდება სწავლა. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გქონდეს მისტიკური კავშირი ერთმანეთთან, როცა ჩვენ ერთმანეთისათვის ვლოცულობთ და ღმერთს ვავედრებთ ერთმანეთს, როცა აღმოვაჩენთ, რომ ვიღაცას უჭირს. და ყველა უჭირს არა იმას, ვისაც მარტო ან ავათარი ან მატერიალურად უჭირს იმასაც, ვინც ქრისტეს ცნებების ერთგულებას ვერ ახერხებს. ვინც ცოდავს, ვინც ურთიერთობებში ცოდავს, ვისაც თავგზავნეული აქვს, ვისაც მოყვასი არ უყვარს, ვინც განკითხვის სულით არის შეპყრობილი, მაგრამ თან ჩვენიანია. ასეთებს ყველა, რა თქმა უნდა, უჭირს. თორე ის რომ ადამიანი ღვთის ხატი და მსგავსია და ადამიანში არის ღმერთის შემეცნების უნარი, ეს გადაფარულია და გადაგლესილია ჩვენი დაცემული ბუნებით და ჩვენი ვნებებიანი და არაჯანსაღი და არასწორი მიდრეკილებებით. ამიტომ ადამიანში რაღაც მომენტში შეიძლება რწმენის ჩანასახიც გაჩნდეს, მე ისევ დაიკარგოს, რაღაცას მიხვდეს, რაღაცას ვერ მიხვდეს. აი ნახეთ ლუკას სახარებაში როგორ არის. უფალი საუბრობს მათ წინაშე და უსმენენ და ნახეთ უკვირდათ სიტყვათა ამათ ზედა მის მადლისათა, რომელი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა. ხვდებიან ინტუიციურად, რომ რაღაც სხვანაირია. აქამდე 30 წელი ხმა არ მოუღია, ხო? ესეც იყო ტრადიცია, 30 წლამდე იქ ხმას არ იღებდნენ. და რომ გამოვიდ გახდა 30 წლის და სინაგოგაში, ანუ საკრებულოში რომ წარსდგა და დაიწყო საუბარი, წმინდა წერილს გრიგრიგობით განმარტავდნენ, გაოცებულები უყურებენ, რომ ეს რაღაც სხვანაირად ლაპარაკობს, მის სიტყვაში მადლია, ანუ საღვთო ენერგიაა, რაც სხვაგან არ არის. არც გამოცდილ მოძღვრებში არ არის, რაბინებში არ არის, ამაში არის. მათმა გულმა დაადასტურა, რომ ეს არის. მაგრამ ამავე დროს ამის პარალელურად იქვე ჩდება აზრი და იტყოდეს, ანუ არა ესე არსა ძე იოსებისი, არა კაცო, რას ლაპარაკობ, რა ძალა, ეს ხო ჩვენი იოსების შვილი არ არის კაცო, ჩვენ თვალწინ გასდილი. გესმით, ნახეთ როგორ არის. ერთი მხრივ ინტუიცია სწორად მუშაობს, მეორე მხრივ დაცემული ბუნება, სადაც ეშმაკიც იხმარება, არა კაცო, ეს იოსების შვილია, რას ამბობთ კაცო. გესმით? და გახსოვთ მე უფალი ეუნება ამ ხელს
ამ ხელს რომ ვერ მცნობთ მე, მაგრამ ახსენებს და თავადმა ვთქვა მათ, ამინ გეტყვით თქვენ, რამე თუ არავინ წინასწარმეტყველი შეწყნარებული არის თვისა მამულსა და იცით რა გაახსენა? მთელი ძველი აღთქმის ისტორია და რო გახედო ძველი აღთქმის ისტორიას, აი ქრისტეს ხო ვერ ცნობენ და უბრაზდებიან. და საკმარისია ბიბლია გაეხსენებინა და არც ერთი წინასწარმეტყველი არ მიიღეს თავის წიაღში იუდეველებმა. მოსესაც კი არ იღებდნენ. მოსეს რომელა ამღელა ზღვა გახსნა და რა ვიცი, იმასაც არ იღებენ. არავის არ იღებენ. და მრავალი მათგანი აწამეს და მოკლეს თვითონ იუდეველებმა. და ამით გაახსენა რომ არავინ არ მიუღიათო და ამიტომ მეც არ მიიღებდო. ხო უნდა დაფიქრებოდნენ კი მაგრამ ის არ მიიღეს, ის არ მიიღეს. ეგება აქაც უცდებით, ეგება აქ რო ამბობთ რომ იოსების შვილია ყურადღება არ უნდა მიაქციოთ, ეგება აქაც უცდებით. და მიუხედავად ქრისტეს ხილებისა, მათი განწყობა ნახე, აღდგეს, განაძეს იგი გარეშე ქალაქისა მისგან, ანუ ქალაქის გარეთ გაიყვანეს, მთის წვერამდე, ვიდრე თვის წვერამდე მთისა, მაღალმთაზე აიყვანეს, რატო? რათა გადააგდონ, იგი მოკლა დაუპირეს. ანუ უნდა დაეჭირა და გადაეგდოთ. აქაც უცებ ჩანს ჯერ არ დამდგარა ჟამი და საღვთო ძალმოსილება. აი წარმო თვის წვერზე მიიყვანეს, ეს უჯიკავებენ ლუკა მახარებელს ხშირად ლუკა მახარებელთან არის ერთ-ერთი ადგილი მაგალითად, ესე თავს დაესხნენ და ესე იგი ავიწროებდნენ თავიანთი ჩხუბით და ყვირილით და ესე უტევდნენ უფალს რა და ეხლა ახეს ესე დაიჭირეს და გადააგდონ და არაფერი ხელს არ უშლით თითქოს. მოტრიალდა ქრისტე და გაიარა წავიდა. აქაც გამოჩნდა უნდა მიხვდარიყვნენ რუცებს ალბათ რა პარალიზირებულები არ ვიცი რა მოხდა. აი უნდა გადააგდონ და უნდა გადამაგდონ თქვა ხალხი ასე და ესე მოტრიალდი წავედი. აი ესე წერია. ხო მოტრიალდა წავიდა. ხოლო თავადმა გამლო შორის მათსა და წავიდა. ამასაც ხო უნდა გამოეფხიზლებინა, უნდა მოგვეკლა და როგორ წავიდა. ამითაც კი იზრუნა უფალმა. ხო და აი ამის საფუძველზე იაკობ მოციქული გვახსენებს კიდევ ერთხელ ჩვენ რა თქმა უნდა იაკობი მათ ეუნება, მათ იუდეველებს ეუნება, რომლებიც ასე იქცეოდნენ ქრისტეს წინაშე, მაგრამ ჩვენ რაღაც რადგან იგივე პრობლემები გვაქვს და ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ გული ჩვენი იერუსალიმია და რამდენჯერ განვაგდეთ ჩვენი გულიდან ქრისტე და განვაგდეთ იერუსალიმიდან, ანუ ჩვენი გულიდან და ეს ნიშნავს მოძულებას და ჯვარცმას. ყოველთვის, როდესაც მე ქრისტეს განვაგდებ ჩემი იერუსალიმიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ მე ვცოდავ და ჩემი ცოდვის გამო ეცვა ჯვარს, ანუ მე და ჩემი ცოდვის გამო მოკვდა. ესე იგი, რამდენჯერაც მე ჩემ გულში ქრისტეს არ ვაჩერებ, იმდენჯერ ვაგდებ მე იერუსალიმიდან და იმდენჯერ ჯვარს ვაცვალ. ესმის იმდენჯერ ყოველი ცოდვის შეწყნარების შემთხვევაში მე მინდა გითხრათ, რომ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ეს დღეში რამდენჯერმე შეიძლება მოხდეს, თუ სულ არა. სულ არა ნიშნავს, რომ სულ შეიძლება ჯვარცმულია ჩვენს გულში ქრისტე, ჩვენი გულის გარეთ განგდებული. და თუ ვცდილობ რომ ფხიზლად ვიცხოვრო, როგორც კი სიფხიზლე მომიდუნდება და მღვიძარება, იმ წამსვე იცოდეთ ხდება ეს პროცესი. ასე რომ ჩვენ არც ერთი არა ვართ ამისგან თავისუფალი. საკმარისია ჩაუღმავდეთ საკუთარ სულიერ ცხოვრებას, ჩვენი ეს გულარხეინობა სადღაც გაქრება და შეგვეშინდება. ვაიმე, თუ ესე და ასე ვცხოვრობ. ეხლა რომ დღეს გარდავიცვალო, რა მეშველება? ჩემი გული საერთოდ არ იკარებს ქრისტეს, რა მეშველება მე? მე ხო ვიქნები აი იმ მდგომარეობაში, კი უფალი ჩემზე იზრუნებს და ილოცებს, როგორც მღვდელთავარი რომ მიუტევე მამაო ამ საცოდავ თეოდორეს, არის ის რას აკეთებს. მაგრამ ეს არის მისი მოწყალება და მე ეს მოწყალება მხოლოდ არ გადამარჩეს, იმიტომ რომ ეს მოწყალება მე უნდა მივიღო. და ეს მოწყალება რომ მივიღო, მე გული უნდა გაუხსნა მას და არ უხსნი ამ გულს. და აი იაკობ მოციქული კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს დღესაც და გვიხსნის, რომ სახეთ გაქონდე ძმანო, ჩემნო, იმიტომ რომ დღეს ვერ ვარ ისეთი ქრისტიანი, როგორიც უნდა ვიყო, იცოდეთ რატო ვერ ვარ? იმიტომ ვერ ვარ, რომ მე თავს ვიმართლებ. მე ვამბობ, რომ აი დღეს ობიექტური მიზეზების გამო მე არ ძალმიც ვიყო კარგი ქრისტიანი, მე არ ძალმიც ბოლომდე ქრისტე ჩემ გულში გავაჩერო. დღეს, მაგრამ ხვალე მე ვეცდები რაღაც შევცვალო და გამოვასწორო. ანუ მე უარს ვამბობ მოწამეობრივ ღვაწლს, რომ ჩემი ცხოვრების ყოველი წამით დავადასტურო, რომ ქრისტე ღმერთია, ამას ვამბობ. იმიტომ რომ მიჭირს, იმიტომ რომ სისუსტეს ვავლენ, იმიტომ რომ ჩემი თავი მეწოდება, მებრალება, მოკლედ, აი ესე. და ნახეთ იაკობ მოციქული მეუბნება,
სახედ გაკურ, ანუ მაგალითად გქონდეს ძმანო ჩემნო, ძვირის ხილვისა და სულგძელებისა წინასწარმეტყველი. არა მარტო ძვირის ხილვის ოიტანჯებოდნენ, არამედ სულგძელების წინა, ანუ მიუხედავად ამის, აი პავლე მოციქულია საოცარი, უფალი არ კურნავს მის უძლურებას, სხვებს კურნავს მისი ხელით, თვითონ არ კურნავს, გამოცხადებაში ეუნება ქრისტე, რომ მე შენ არ განკურნავ. და პავლე მოციქული რას აკეთებს? პავლე მოციქული ჩვენთან წერილში ამართლებს იესო ქრისტეს. კი არ ხო შეიძლება წყენოდა, რომ ან ესე იგი ღმერთს რო არაფერი ეთქვა, ესე იმედით იქნებოდა, კაი დღეს არა ხვალ არა გამკურნავს. ღმერთი ეცხადება და ეუბნება არ განკურნავ მეში. და პავლე მოციქული ამართლებს იესო ქრისტეს ჩვენთან, იმიტომ არ განკურნა, რომ სიამაყეში და ამპარტავნებაში არ ჩავარდნილიყავი, ისეთი დიდი მადლი მომცა. გესმით, ჩვენთან ამართლებს. ეს არის სულგრძელება ღმერთისადმი, როდესაც ღმერთის განგებულებას ენდობი და საერთოდ არ ტვინავ და არ წუწუნებ. ამიტომ არის ძვირის ხილვა, ანუ ტანჯულ მდგომარეობაში არიან წინასწარმეტყველი და თან სულგძელნი არიან. გესმით, როგორც ღვთის მიმართ, ისე მოყვასის მიმართ. და ისინი იტყოდნენ სახელით უფლისათა და ეს ყოველთვის მაგალითად გქონდეთო თქვენ, აი ჩვენ გვეუბნება, ჩვენ გარდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებისა, ჩვენი მაგალითები თავად მოციქულები არიან, იგივე იაკობ მოციქული, რომელიც მოწამეობრივად აღესრულა და ის წმინდანები, რომელიც აგ 2000 წელი ეკლესია გვაწვდის აი ამ წმინდანებს ჩვენ სამაგალითოდ. ავნატრით მოთმინეთამად, ანუ შევნატრით მათ მოთმინება იობისი გასმიეს, აღსასრული უფლისა იხილეთ, თავად უფალია ჩვენი მაგალითი, რამე თუ მრავალ მოწყალე არს და შემწყნარება. ანუ ცოცხალი მაგალითები მუდმივად გვაქვს ჩვენ ეკლესიის წიაღში, ვის უნდა მივბაძოთ. მერე იაკობ მოციქული ერთმანეთზე ზრუნვის აუცილებლობაზე გვესაუბრება და გვეუბნება, რომ სჭირდეს თუ ვინმეს თქვენგანს, ანუ თუ ვინმეს უჭირს, ილოცევდინ, მოლხინე თუ ვინმე არ გალობდინ, ანუ თუ ვინმეს გიჭირს, ილოცეთ, თუ ვინმე ესე იგი სიხარულშია მადლიერებით უფალს უგალობდეს, ანუ ეს ნიშნავს, რომ მადლიერებითი მდგომარეობა გქონდეს, ხოლო თუ უძლურ ვინმეა თქვენ შორის ეს ეკლესიის მადლმოსილებაზე მიანიშნებს, სამღვდელო მადლმოსილებაზე, თუ უძლურია თქვენ შორის, მოუწოდეთ ხუცესს და ეკლესიისათა, რათა ილოცონ მიზე და სხონმა ზეთი სახელით აუფლისათა, ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხონო სნაული იგი და აღადგინოს იგი უფალმა. ანუ აქ მიანიშნებს, რომ ჩვენ როგორ უნდა ვიცხოვროთ, ლოცვითა და მადლიერებით და გალობით, როგორ უნდა გვწამდეს ეკლესიის მადლმოსილებისა, საეკლესიო იერარქიის მადლმოსილებისა და ეს მადლმოსილება არა მარტო ფიზიკურ უძლურებასაც შველის, არამედ რაც თავარია რაღაცა თუ ცოდვა რაიმე ექნეს მოვეეტეოს მას, არავის შეუძლია ცოდვის მიტევება გარდა ღმერთისა, ამ დროს როცა ეკლესია თავისი მადლმოსილებით ლოცულობს ადამიანზე მიეტევება, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ სამღვდელო მსახურებაში ღმერთი იმყოფება. სხვანაირად, როცა თქვა შენდობის ლოცვას გიკითხავთ ღმერთი, ხო, როცა გაზიარებ, ცოდები მიგეტევება. ადამიანს არ შეუძლია გინა მღვდელი იყოს და ვინც გინა იყოს, ცოდვის მიტევება. ღმერთ შეუძლია, ესე იგი ამ სამღვდელო მსახურებაში ღმერთი იმყოფება, ამას ნიშნავს. და ასევე ცოდვების აღსარებლობა აღვარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთმანეთისათვის ლოცვა, ულოცევდით ერთ-ერთს რათა განიკურნეთ, რამე თუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისა შეწევნად. ეს არის გამოცხადებითი ცოდნა. ჩვენ რო ერთმანეთისათვის გულით ლოცულობ და ღმერთს ვავედრებთ, ამას აქვს ძალა. რა თქმა უნდა, ლოცვა ძალა აქვს არ ნიშნავს, რომ რასაც ვთხოვ ისრულდება. სრულდება ის, რაც ღვთის ნებასთან თანხვედრაში ეს არასოდეს დაგვავიწყდეს. თუ რაც ღვთის ნებასთან თანხვედრაში არ არის, ღმერთი ჩვენ ჭკუაზე კი არ ივლის. რაც ღმერთს, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ტუტუს ბავშვებს გავართ, რომელიც მშობლისგან ისეთ რამეს ითხოვენ, რაც მათთვის საზიანოა. და როცა არ გვესმის ხშირად, ჩვენ თავს ვერ ვხედავთ მარადილ პერსპექტივაში. მაგრამ თუ ჩვენი თხოვნა თანხვედრაში მოდის საღვთო ნებასთან, ის რა თქმა უნდა სწრაფად სრულდება. ძმანო უკვე თუ ვინმე თქვენ შორის შეცდეს ჭეშმარიტებისგან, აი კიდევ ასე ეკლესიის ზრუნვა, აი ეკლესიაში ერთმანეთისათვის ზრუნვის სახე, ლოცვა ერთმანეთისთვის და არა მარტო, უკვე თუ ვინმე თქვენ შორის შეცდეს ჭეშმარიტებისგან და თუ ვინმე მოაქციოს იგი, უწყობდნენ რამე თუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისგან, საცდურისა, მისისა, იხსნეს სული თვისის სიკვდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვა. ერთი ადამიანის რო ჭეშმარიტების გზაზე მოატრიალო
და შესლომისაგან დაიფარო, შენ სულს მრავალი ცოდვისგან და თვით სიკვდილისაგან და მრავალი ცოდვისგან იხსნი. აი ესეთი ძალა აქვს ერთმანეთზე ზრუნვას, ერთმანეთზე ლოცვას. 2000 წელი ასე ხდება აღშენებლობა ეკლესიისა და ასე მოდის ჩვენი სული და გული მდგომარეობაში, რომ დაუმსახურებლად მოცემული რწმენა ქრისტეს ღმერთობისადმი ცოცხლდება და ჩვენ ვხდებით ქრისტეს მცნობელნი და მასზე მინდობით, სრული მინდობით მაცხოვრებელი, რაც უკვე არის ჭეშმარიტი რწმენა გადამრჩენელი. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.